მასკოტ, გუშინ გოგოსთან ერთად იყავი? რატომ არ გითხარი? მასკოტ, საიდუმლოები გაქვს? თქვენ ყოველთვის ყველაფერი საიდან იცით, მით ვალთვალებთ. ხო, გუშინ გავედით, მაგრამ ჯერ სერიოზულად არ ვართ. ამიტომ ჯერ არაფერს არ ვიძახი. ვაუ, მასკოტ, ხედავ, დროს არ კარგავ. რა ქვია? საერთოდ ქერაა თუ შავგროვანი? ფოტო არის? გვაჩვენე რა? გოგოებო, შემეშვი, ჯერ მისთვის არაფერი არ მithkomს. მერე ფოტოსაც გაჩვენებთ და გაგაცნობთ კიდევაც. კარგი რა, მასკოტ, არ გაწელო, გვაინტერესებს. ხო. პატრიკ, ჩემ დასაცმელებს რა სჭირს? ჯიჯი, უბრალოდ ძალიან მოკლე კაბა გაცვია. არა, პატრიკ, მოიცადე, შარვალი მეცვა და არ მოგწონდა. ახლა ქვედა ბოლო მაცვია და ეგეც არ მოგწონს. ჩამოყალიბდი. ნუ კამათობთ, ტანსაცმელზე ჩხუბი არ ღირს. ბროვასტი, შენ მოგწონს მე როგორც ვიცვა, ამავე მითხარი. ხო. მოკლეა ეს ქვედა ბოლო? მოკლე არა? მე ამბოხებო, მითხარით ეს ქვედა ბოლო მოკლეა? არა, ნორმალურია. გაიგე, პატრიკ, ნორმალურია. მე ამბოხებისთვის ნორმალურია და ჩემთვის მოკლე. იცი რა, პატრიკ, ნახვამდის. ვაუ, დღეს ჯიჯის ნახეთ რა სჭირს. გოგოებო, ნახეთ კალათბურთელები მოვიდნენ. ხო, ჯობია წავიდეთ. არა, არ გავიქცევით მერი. პირიქით უნდა დავრჩეთ. ხო, მართალია, მათ უნდა შერცხვეთ წესით. მეგობრებო, გინდათ გაჩვენოთ სანამ არავინ არ არის. ისმაილი იქეთ არიან. კაი, არ მატარდებს. კალათბურთელები ჩვენს თვალწინ იცვლიან? დიანა. კნოპა, ნუ ნერვიულობ, არ გამოიცვლიან. მოდი, მოვუსმინოთ რას ამბობენ. აი, შეხედეთ. მაგარია. ისმაილის რატო გააკეთე? იმიტომ რომ ახლა მე ცუდი ბიჭი ვარ და ცუდი გოგო მჭირდება. გოგოებო, რა საჩვენებს? დიანა, მთელ ხელზე ტატუები აქვს. ხო, ვიღაც გოგოების პორტრეტები. ნახეთ სმაილი თურმე რას აკეთებს. გოგოებო, არ მივდივართ. არა. კარგი, მეწავა. ბიჭებო, ხო მაგარია? კი, მაგარია, მაგრამ ზედმეტია. არა, სმაილ, არა, ზედმეტი მაგარი ხარ. ვიცი რომ მაგარი ვარ, მართალია ყველა ამას არაფასებდა, მაგრამ არა უშავს, ვინმეს ვიპოვი. არ მესმის გოგოებო, ტატუები იმისთვის გაიკეთა, რომ გოგო იპოვოს? დიანა, შეიძლება მართალი ხარ. მერი, მიდი, კითხე აბა როგორ არიან. დიანა, რა? მიდი. ბიჭებო, გამარჯობა. ნახომდის გოგოებო. ხო არ დაგავიწყდათ რომ ჩვენ არ გველაპარაკებთ? ნუ არ გინდათ რომ გელაპარაკოთ? ხო, ჩვენ არ ვლაპარაკობთ და თუ დაგავიწყდა ეს თქვენი ინიციატივის გამოა და ჩვენ ახლა აქ ბიჭები ვლაპარაკობთ, ამიტომ შეგიძლიათ წახვიდე. ეგრე არა, კარგი. გოგოებო, ის რა გამაკეთებინეთ? კნობა, ახლა შენ უნდა წახვიდე. არა. დიანა, ასეთი ჭკვიანი თუ ხარ, შენ რატომ არ მიდიხარ? ხო, კარგი, მე წავალ, არ არის პრობლემა. გამარჯობათ კალათბურთელებო. გამარჯობა დიანა და ნახომდის. კალათბურთელებო, გინდა არ გინდათ ერთ სკოლაში ვართ და არ იცით ზრდილობა რა არის? თუ სმაილ, ყველაფერი თავში აგივარდათ და მისალმებაც აღარ არის საკმარისი. ბიჭებო, უპასუხეთ. სმაილი შეიცვალა და ახლა ცუდი ბიჭია. ხო, ახლა ძალიან მაგარია. ამიტომ დიანა, შეგიძლიათ წახვიდე. აქედან წავიდე, კარგი სმაილ, გასაგებია, უკვე მივდივარ. აბა დიანა, რაო? გამოგაგდეს? როგორია? ეს შეგრძნება. გოგოებო, წაბედით აქედან. ეს შეამჩნიეთ, ასე ძალიან რატო ნერვიულობენ. საბოლოოდ მივხვდნენ, რომ ძალიან მაგარი ბიჭები დაკარგეს. ჯერ მოიცადონ, ჩემნაირი მაგარი შეყვარებული არ ყავს. მერე საერთოდ რა დაემართებათ. მეგობრებო, იჩქარით, გაკვეთილი მაქვს და ამისთვის დროს ვერ დავხარჯავ. კარგით მასწავლებელო მაიკ, 2 ლატე და ფუნთუშა. ეს 112-ის იქნება. რა კარგი სუნი აქვს. კარგი, აი, ხურდა დაიტოვა. მადლობა მასწავლებელო მაიკ. რომეო, რო შეჭამ-ჩემთან მოდი. კარგი. ეს რომეო ძალიან საყვარელია. ხო, მაგრამ ჯობია მასთან არ მიხვიდე, მასწავლებელი მაიკის მიშვილია. ჯენია, რა მეუთხარი? რომეო, დონატი. გიჟი ხარ, ბიჭებს დონატი არ უნდა დაუძახო, არ სიამოვნებთ. მოიცა, დონატი ვინდა მიწახ. ხომ გითხარით, არ მოსწონთ. პიცა, დონატები ჩვენთვის. რაო, დონატებიო, ეს დონატები გვაქვს? არა, პიცა, დონატები არასდროს არ ვქონი. გოგოებო, დონატები არ გვაქვს. ეს ბაყაყები, ნახე რა, ყველა ბიჭს დასდევენ. არა, სხვათა შორის ეს რომეო მეც მომწონს. იან, რომეო, მაგრამ ის არ ჯდება შენ გემოვნებაში. რაიან, მე უფრო ვიცი ჩემი ტიპის ადამიანი, მაგალითად შენ ჩემი ტიპის ადამიანი არ ხარ. ახლა საჭმასაც ვეღარ ვჭამ თქვენ გამო. გომბეშვებო, იცოდეთ, კიდევ ერთხელ თუ დამიძახებ დონატს, მაგდონატებს მე თვითონ გაჭმევთ. რა საყვარელია, როცა გაბრაზებულია. ხო, მართალია. ამ ბაყაყებმა საწყალბიჭს ჭამაც არ აცადეს, მაგრამ მე რომ ვიყო მასთან ერთად, სულ ვაჭმევდი. იან, არ ჯდება შენ გემოვნებაში. რაიან, ჩემი ტიპია. კარგი, გასაგებია. ჩანდაბა გოგოებო, გაოცებული ვარ. სმაილს საკუთარი თავი ვინ ჰგონია. მასთან ერთად რომ ვიყავი, ასე არ იქცეოდა. მასთან ერთად აღარ ხარ დიანა.
გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა. ნასია, ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. გოგოებო, გამარჯობა. დიანა, კარგად გამოიგო. მადლობა. დიანა, ასე რატომ გაგაღიზიანა სმაილის ახალმა ტატუმ? იმიტომ, არ გესმოდა ყვიროდა ბოლო ხმაზე, რომ ვიღაც ახალი მაგარი გოგო უნდა ეპოვნა. დამღალა ამ ურთიერთობამ. ერთი წამით დიანა გაჩუმდი, ეს გესმით? რა, მოусმინეთ. ღმერთო ჩემო, ვიღაც ტირის. ხო, ალბათ სმაილი. ძალიან სასაცილოა. ჯიჯი, აქ რატომ ტირი? კლასში რატომ არ ხარ? აუ, თქვენ ხომ ძალიან გაინტერესებთ მე რატომ ტირი? პრობლემები გაქვს პატრიკთან? ჯიჯი, მისმინე, მეც მაქვს პრობლემები სმაილთან. თან ბიჭები ბოროტები არიან, ტირილი არ არის საჭირო. გოგოებო, ჩემი პატრიკი ბოროტი არ არის, უბრალოდ ჩემი ქვედაბოლო არ მოეწონა. გესმოდეთ, კარადების ოთახში როგორ მიყვიროდა, რომ ზედმეტად მოკლე იყო? ჯიჯი, ის უნდა ჩაიცვარა ჩენ მოგწონს და არა პატრიკს. ვეთანხმები, მართალია. ჯიჯი, ყურადღება არ მიაქციო. სმაილმა ტატუები დაიხატა და ჩემს თვალწინ ყვიროდა ბოლო ხმაზე, რომ მაგარი გოგო უნდა ეპოვნა. მოიცადე, ჯიჯი, ჩვენთან ხარ? რა მე ამბოხებო, რას ნიშნავს თქვენთან? დიანა, რას აპირებ, ნუ მაშინებ. დიანა, დეტალურად გითხარი. გოგოებო, გამარჯობა, თქვენთან გამოვიდი. გამარჯობა ბიჭებო, დღეს სახლში არ მოვდივართ. დიანა. აბა, კინოში. დიანა, რამე მოხდა? გოგოებო, კინოშიც არ მივდივართ. აბა მე ამბოხებო, თქვენთან ვარ. დიანა, რა ხდება? გოგოებო, რა ხდება? ჩვენ სასწავლებლიდან წამოვედით. ხო, ჩვენ კინოში უნდა წავსულიყავით. ბილეთები უკვე ვიყიდეთ. დიანა, ამიხსენი რა არის პრობლემა? ვერ გაიგეთ? უბრალოდ არ მოდიან კინოში თქვენთან ერთად. ბიჭებო, დღეს საშოპინგოდ მივდივართ კინოს ნაცვლად. შოპინგი? მაგარია ფილმის ყურების მაგივრად შოპინგი. კარგი, წამოვიდეთ თქვენთან ერთად და ჩანთებს და დასაცმელებს დაგიკავით. უბრალოდ დაფიქრდით. ბიჭებო, არა, ეს გოგოშყური შოპინგია. უნდა ვიჭორაოთ და მოკლედ. დიანა, სერიოზულად? ხო, დამირეკე. მე ამბოხებო, თქვენთან ვარ. მეგობრებო, დიანას რამე ხوار დაემართა, ასე არ იქცეოდა. ალბათ შენგანა იყო მაგარი. კარგი, წამოდით კაფეში წავიდეთ, მიშია. ხო, ბურგერები ვჭამოთ. მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ, ნება მოგვეცით. გოგოებო, რა გინდათ, ვეულებს ვამოწმებ. უბრალოდ ძალიან კარგი იდეაა. ხო, ჩვენ პირადი სივრცე საერთოდ არ გვაქვს. ყველას აქვს რაღაც საკუთარი ადგილი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს. კარგი და რა გინდათ, საიდუმლო ოთახი? რაღაც ეგეთი. არა. ჩვენ გვჭირდება ოთახი, რომელსაც კარგად მოვაწყობთ, კოსტა დიჯეი იქნება. ესე იგი გინდათ, რომ სკოლის ერთი ოთახი თქვენთვის მოვაწყოთ. ოთახი გვჭირდება, რომ დავისვენოთ და ვიცეკვოთ. რომ ვილაპარაკოთ. ხო, იმიტომ რომ მე ამოხევს და კალათბურთელებს ეს უკვე აქვთ და ჩვენ არ გვაქვს. კარგი, ვეულებს შევამოწმებ და მე ვნახავ, რომელი ოთახი შეიძლება რომ მოგცეთ. მასწავლებელო მაიკ, დიდი მადლობა, საუკეთესო ხართ. კარინა. მასწავლებელო მაიკ, ჩემი აზრითაც. გოგოებო, გამიშვით. მასწავლებელო მაიკ, საუკეთესო მასწავლებელი ხართ. მოკლედ, ხოლ ჩვენ ყველაფერს მოვიდანთ. ხვალ. საუკეთესო ხართ, მასწავლებელო მაიკ. დიანა, ასეთი სპონტანური შოპინგი რატომ? იმიტომ რომ როცა დასტრესილი ვარ შოპინგზე მეტად არაფერი მეხმარება, ხო მიცით? დიანა, ყოფილმა შეყვარებულებმა მიგვატოვეს. დიანა, სერიოზულად, სმაილს დაუბრუნდი? უკან დაუბრუნდით დროში? იქნებ დროა, დამთავრდეს ეს ყველაფერი. არა, ეს არა, რაღაც უფრო სხვანაირი მჭირდება. გამარჯობა. ვერც კი გამოიცნობ რა მოხდა. ახლა მე ამბოხებთან ერთად ვარ მოლში. რატომ დამიძახეს? აზრზე არ ვარ, მაგრამ მესმის როგორ საუბრობენ. ახლა გასაგებია რატომ უნდა და დიანას შოპინგი სმაილის გამო. დიანა, სერიოზულად სმაილის გამო აკეთებ ამ ყველაფერს? გოგოებო, რა პრობლემა? უიეს, ამას არ აუშვებს. ვერ ხვდები რა პრობლემაა. თვითონ ტატუები გაიკეთა, დადის თითქოს ძალიან მაგარია. მე არ შემიძლია? კნოპად მხარი დამიჭირე აქ. ხო, ჩემი მხარდაჭერა შენია. იცი რა, საერთოდ არ მადარდებს ის კამათი პატრიკთან. ახლა შოპინგზე ვარ მე ამბოხებთან ერთად. აბა, რა, მე ასე ჯერ გეუბნები. იქნება მეც გავხდეოდეს მე ამბოხე. ხო, ეს ძალიან ლამაზი პეპელაა. თქვენი აზრით უნდა ავიღო თუ არა? მისმინე დიანა, რომეომსა და იმ ზუსტად იგივე ყელსაბამი მოეცა შენთვის. ხო, მართალია, კარგი, უბრალოდ ძალიან საყვარელია. ვაუ, ჯიჯი, შენთვის იდეალური ტანსაცმელი ვიპოვე. კარგი, ცოტა ხანში გადმოგირეკავ, ჩემთვის ტანსაცმელი? ხო, ჯიჯი, შენთვის. ხომ გინდოდა რომ პატრიკს შერიგებოდი? არა? ვაუ! მოიცადე ერთი წუთით, აქ იმისთვის მოვედით, რომ ჯიჯის ჩავაცვათ, დიანა. კნოპა დაწკნარდი, ჯიჯი უნდა დაიბრუნოს თავისი შეყვარებული. ხო, ეს გადააგდე, ეს ჩაიცვი. მე ამბოხებო, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა, წავედი გასახდელში. ჯიჯი, აი ესეც. მადლობა დიანა. დიანა, მე შენთვის ვიპოვე ძალიან მაგარი ტანსაცმელი. დამიჯერე. ხო, და მაგას ესეც მოუხდება. ვა, გოგოებო, მადლობა.
დიანა გასახდელში მალე სკოლაში მინდა დაბრუნება, ბიჭები გველოდებიან. არ ვიცი გოგოებს რა დაემართათ, მაგრამ უცნაურად იქცევი, ხო, გეთანხმები. ლეილა, აბა როგორ მოგწონს მე ამბოხების ახალი შეყვარებულები? ჩემი აზრით თავში აქვს თავარდნილი. არ ვიცი, ჩემი აზრით ძალიან კარგი ბიჭები ჩანან. ხო რაიან, ვნახავთ. მეგობრებო, ისე ჩვენი სკოლა როგორ მოგწონთ, როგორ ხართ? რა? თავი დაგვანები. კარგი, ხო, გეთანხმები. სერიოზულად? გოგოებო, აბა როგორ მოგწონთ ეს ბიჭები? მომისმინე არც შეხედო სოფი და არც ცადო რამე. მე ეს ხუჭუჭა მომწონს, ვიცით ბლონდი. და მე ამ ქერასთან ერთად ვიქნებოდი. კოსტა, ასეთი წითელი რატომ ხარ? მალე დიჯეი იქნები და წყნარდი. ახლა ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, როგორ ვიქნები საუკეთესო დიჯეი. რა თქმა უნდა. ესე იგი 2 კარბონარა, 2 შოკოლადი, 2 ჩაი, 2 ჰოთ-დოგი, სწორია? კი. აი, შეიძლება 2 წამი დაგელაპარაკო. კი, რა ხდება? ვალზე ჩაწერე და გადაგიხდი. ფული არ გაქვს. მე შეყვარებული მაქვს. დიმა, რას ფიქრობ? იქნებ დესერტიც ავიღოთ და დიდი სასმელი ფასტაკლებაა. გასაგებია, ძვირიჯდება. კარგი ტიმურ, ახლა გაჩვენებ როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა ნამდვილი თამაში. ხო, მიდი, აბა მაჩვენე. ხო, გაჩვენებ. მეგობრებო, ნახეთ როგორ მომწერა, ჩემი ტატუები მოეწონა. მომისმინეს მან უკვე მოგვაბეზრე თავი ამ ტატუებით. ხო, და შენი გოგოებით, რომლებიც გწერენ და გწერენ, ჩვენ აქ ვთამაშობთ და ხელს გვიშლი. მეგობრებო, შური ძალიან ცუდია. მომწერა რომ მაგარი უჩანვარ. გამარჯობა საყვარელო. მორჩა, ახლა ჯიჯის გარეშე ვარ. ნახეთ როგორ მარტივად დამშორდა. პატრიკ, შენი ბრალია, გოგოს თავის ტანსაცმელზე არაფერი არ უნდა უთხრა. ხო, მე კომპლიმენტებს მარტო ჯულის ვეუბნები. ხო, კომპლიმენტები. ნახეთ როგორი კაბა იცვა, მუხლებიც კი უჩანდა. პატრიკ, მერე რა, გოგოა, თან მხოლოდ 16 წლის. ხო, ეს ვიცი, მაგრამ მან მიმატოვა, მე არა. კარგი პატრიკ, დაწვარდი, აუცილებლად შერიგდებით. უბრალოდ პირველი ჩხუბი გქონდათ. გოგოებო, მასწავლებელმა მაიკმა ასე რომ დამინახოს, პრობლემები მექნება. კარგი, კალათბურთელები ვიპოვოთ. და პატრიკი, ეს დიანას მალთ არასდროს დაივიწყებს. ხო, სულ რაღაცის დამტკიცებას ცდილობს. დატო მეც ხوار გავიკეთო. გოგოებო, ხომ ძალიან მაგრად გამოვიყურები. დიანა, რა? გოგოებო, აი, ხომ ხედავთ როგორც გამოვიყურები? ხო, ძალიან მაგარია. ხო, ძალიან მაგარია. და მე ამბოხებთან ერთად ვშოპინგობდი რომ იცოდეთ. ჯიჯი. ხო, შევამჩნიეთ. ნახე დიანას რა დაემართა? რა? ძალიან გამომბრაჯულია. ხო, ალბათ შენ გამო. გოგოებო, სმაილი მიყურებს? არა. ჯანდაბა. ხო, ლუზერებო, მე უკვე მე ამბოხების ჯგუფში ვარ. ერთად დავლიეთ ლატე, დესერტი შევჭამეთ და ნახეთ რა მაგარი ტანსაცმელი მაქვს. გამარჯობა, მაინტერესებს თუ გაქვთ ადგილი ტატუზე რომ ჩავეწერო. ხო, კლავზე მინდა გაკეთება და თეძოზე. რა სტილი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაღაც მკაფიო და გამომწვევი მინდა. აი მე დიანა მეწოდება. ხო, სულელივით იქცევა. მისი გადაწყვეტილებაა რომ სმაილის წინ სულელივით მოიქცეს. კარგი ჯიჯი, მაშინ ყველაფერი დასრულებულია. მე ამბოხეებო, ჩემი ჯიჯი რატო წაიყვანეთ? შენი არა, პატრიკ. მე უკვე მე ამბოხეებთან ვარ. არა, მე ამბოხეებო? ჯიჯი, საკმარისია, დაუბრუნდი შენს პატრიკ, საქმე სხვა საქმეები გვაქვს. კარგით, მშვენიერი, ხვალ მოვალ მაშინ. გოგოებო, ხვალ მივდივართ ტატუს გასაკეთებლად. სმაილ, ახლა ვის ექნება მეტი ტატუ? ვინ არის ყველაზე მაგარი? მაგარი არ ხარ, უბრალოდ ბავშვით იქცევი. რა? სმაილ, დამიჯერე, შენ ამ სკოლაში ერთადერთი მაგარი ადამიანი არ ხარ. მეც ძალიან მაგარი ვარ. არა დიანა, უბრალოდ შენ თავს დაცინი. კარგი ბიჭებო, შეეშვით. ახლა მაინც იმ გოგომ უნდა დამირეკოს, რომელიც ძალიან მაგარია. რა არის სასაცილო გოგოებო? იცით რა, თქვენ მეგობრები არ ხართ. უბრალოდ დამცინით იმის ნაცვლად, რომ ხარი დამიჭიროთ და ჩემს გვერდით იდგეთ. დიანა, უბრალოდ სულელური ჩანდა. ხო, ნამდვილად. დიანა, სმაილის თვალწინ მოაკეთებ რაღაცეებს. ხო, არა, კარგი, ტატუს შემდეგ ყველა გაიგებს. ვაუ. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ეს სმაილი ძალიან მიშლის ნერვებს. და არ ვიცი, პროვოკატორია უბრალოდ. კარგი, ახლა უნდა წავიდე. კარგად.